მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს თემები საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და გამომყვეთ ამ საინტერესო გზაზე და პლუს ამას თუ მომიწონებთ ამ ვიდეოს, ძალიან მადლობელი ვიქნები. გადავიდეთ ამ ვიდეოს აზრზე, საერთოდ რას ეხება ეს ვიდეო და რის გაზიარებას ვაპირებ ამ ვიდეოში. პირველ რიგში მინდა აქ კარგად ვნახოთ ეს სიტუაცია, რომელიც როგორც იქნა დავალაგე და როგორც იქნა ეხლა გამოიყურება ყველაფერი ისე, რომ ძალიან მომწონს როგორ არის დალაგებული შედარებით, იმასთან შედარებით, რაც იყო, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. პლუს ამას დავახარისხე ძალიან ბევრი ძაფი, რომლითაც უკვე ახალი პროექტებიც დავიწყე და ამას უკვე შემდეგ ვიდეო ვლოგში ნახავთ. ამ ვიდეოს თემა კი დღესდღეობით გვაქვს ჩემი ძაფები, რა მარაგები მაქვს საერთოდ ასორტიმენტში და რამდენ კილოს მოიცავს ეს ყველაფერი. ასე რომ დარჩით ჩემთან, დარჩით ბოლომდე და ბოლოში მე თქვენ გაგიზიარებთ ჯამურ ციფრს, რამდენი კილოგრამი ძაფი მაქვს. ასევე შეგვიძლია პატარა თამაშიც გავაკეთოთ. შეგიძლიათ კომენტარებში დამიტოვოთ შეტყობინების სახით, რას ფიქრობთ, რამდენი კილოგრამი მაქვს, ვინც ყველაზე ახლოს იქნება პასუხთან, იმ ადამიანს საჩუქრად გავუგზავნი ძაფებს ჩემი მარაგებიდან. ასე რომ იმედი მაქვს საინტერესო იქნება თქვენთვის ეს ვიდეო, დარჩებით ბოლომდე ჩემთან და ვნახოთ რა შედეგამდე მიმიყვანს მე ჩემი ეს დათვლები. ახლა კი გადავიდეთ თვითონ ვიდეოზე. ნაწყვეტები მაქვს გადაღებული ძალიან ბევრი. გადავიღე აბსოლუტურად ყველა დეტალი, როგორ წონი ძაფებს. სათითაოდ ყველა ძაფზე არ მისაუბრია, მაგრამ ერთ მთლიან კადრად მაქვს გადაღებული ზოგიერთი მათგანი, გაშლილი მაქვს ძაფები და გაჩვენებთ ერთიანობაში რამდენია. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან საინტერესო. ახლა ცოტა შევნელდები, რომ ესე ძალიან სწრაფად არ ვილაპარაკობ, იმიტომ რომ ვიდეოშიც სწრაფად ვლაპარაკობდი, რომ არ გამოსულიყო რაღაცა 5 საათიანი და ეს ხათშორის ბერჯილ გავიმეორე თვითონ ვიდეოში. რაც შეეხება თემატიკას ამ ვიდეოსი, სამწუხაროდ ვერ ჩავატიე, თავიდანვე გეტყვით, ვერ ჩავატიე ჩემი ინსტრუმენტები, ვერც ჩხიები, ვერც ყაისნაღები და ვერც დამატებითი ინსტრუმენტები, რაც მაქვს ქსოვასთან დაკავშირებით, ასე რომ ეს იმას ნიშნავს, რომ წინ გველის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს, რაც მაქვს ჩემს არსენალში. ასე რომ შემდეგი ვიდეოც საკმაოდ საინტერესო იქნება. ახლა გადავიდეთ ამ ვიდეოს ჭრილებზე, ბოლოში მე თქვენ შეგხვდებით ისევ აქ და შევაჯამოთ ჩემი მთლიანი ასორტიმენტი, რაც მაქვს ძაფების. ასევე გაგიზიარებთ უკვე ამ დალაგების პროცესში რა შევარჩიე და რის დაწყებას ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძაფი. რაღაცა ნაწილი სხვათა შორის გადავდე იმისთვის, რომ გავყიდო მაგალითად და რაღაცა ნაწილი უკვე გადავდე იმისთვის, რომ დავიწყო ახალი ნივთები. და რაღაცები არის სანამ პროცესში ვიყავი, მიბათვალე. ამას უკვე ვაკეთებ დაახლოებით 1 კვირა, ვითვლი ამ ჩემს ასორტიმენტს და 1 კვირის განმავლობაში რაღაცები უკვე მოვქსოვე კიდევაც. ასე რომ ბოლოში გამოვაკლებ წონას და შემდეგ ვიდეო ვლოგში გაგიზიარებთ ნივთობრივად რა მოვქსოვე და რისთვის დამჭირდა ეს ძაფები. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გვექნება, ასე რომ დარჩით ჩემთან და გადავიდეთ ნაწყვეტების ყურებაზე. შოკ კონტენტი მათთვის, ვისაც უყვარს სისუფთავე. სანამ მე ვიდეოს ვიღებდი, გადმოყარა ყველაფერი. რაც დივანზე იყო, რაც კალთებში მედო რომ მეჩვენებინა, ისე ზოგადად რომ იცოდეთ, კადრში რომდესაც ყველაფერი იდეალურად არის. კადრის მიღმა ყოველთვის არეულობა, იმიტომ რომ კადრში რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, ზედმეტი რაღაცაები მიდის აქეთ ხოლმე. ახლა დავამონტაჟებ კამერას ამ შტატივზე. და დავიწყებ ამ ყველაფრის ლაგებას და პლუს ამას ბარემ დავაჯამოთ რა ძაფები მაქვს, რა მარაგები მაქვს საერთოდ
დასაწყისისთვის დავითვლი რა ძაფები მაქვს ისეთი გაუხსნელი, რომლიდანაც არც 1 მეტრი არ არის გამოყენებული. და ეხლა მოვიტან სასწორს, 2 სასწორს მოვიტან გრამებისთვის და კილოგრამებისთვის, იმიტომ რაღაცა ძაფები არის, რაც მაქვს ბაბინებში და არის კილოგრამებში. და ავწონი მოვიტან ბლოკნოტს, რომლითაც ამ ყველაფერს, ან არა, კომპიუტერში Excel-ის ფაილში ჩავწერ ყველაფერს, ან დავაპლიუსებ და აი აქეთაც ზუბაბინები დევს, ბევრი ძაფები დევს, მოკლედ დავაჯამოთ ყველაფერი. აი აქაც უბა ძაფებია, აქაც უძაფებია, ზევითაც უძაფებია, ეს წეღან კადრში, წეღან კი ვიძახი, მაგრამ რეალურად წინა ვიდეოში, იმიტომ რომ წინა ვიდეო დამთავრდა კადრებით, სადაც ჩემმა ფისომ ეს ყველაფერი გადმომიყარა ძირს და პლუს იყო ხმები და იმ ხმებში იგულისხმებოდა, რომ აქედან გადმომიყარა ყველაფერი. ახლა დავიწყებთ და აი ამ ქაოს ერთად როგორ არის, მე დავალაგებ თქვენ მიყურებთ და ვნახოთ რა მაქვს, რამდენი მაქვს და რაც მაქვს, რის მოსაქსოვად იქნება საკმარისი და რა იდეები დაგვებადება ამას. აი ესე გამოიყურება აბსოლუტურად ყველა ძაფი, რაც მაქვს სათამაშოებისთვის. ამოვალაგე აბსოლუტურად ყველა პაწაწუნა ნარჩენი, იმიტომ რომ რეალურად მათ ყველას გამოვიყენებ სათამაშოსთვის. აქ არ დევს მარტო ის ძაფები, რითიც უკვე ვგსოვ შესაბამისად, ანუ ფიზიკურად ვერ ავწონი, რადგან რაღაცა ნივთია უკვე დაწყებული და აზრი არა აქ, ანუ ეს არის, რაც არის ჩემს მარაგში. ახლა სათითაოდ ამ ყველაფერს, რაც არის გაუხსნელი შეფუთვა, იმას ანუ ცალკე ჩავდებ და თან ჩავინიშნავ, რამდენია და დანარჩენი რაც არის, აი ესეთი ნარჩენები, აი აქ ყველა, აი ამ ნაწილში არის ყველა გახსნილი, აი აქ. ამას ყველაფერს ავწონი და დავუმატებ 1 მთლიან ციფრს და ნახოთ რა იქნება ეს ყველაფერი. შემდეგი გადავინაცვლეთ აი ესეთ თაროზე, სადაც მაქვს დრობს ქარიზმა. ცოტა ხანი გადაჯექი ძვირფასო. სადაც მაქვს დრობს ქარიზმა, 10 ცალი ნაცრისფერი და 5 ცალი სტაფილოსფერი, 5 ცალი ყავისფერი. ეტიკეტი ამს გამოვიღებ, რომ შემადგენლობა ვნახოთ და მეტრაჟი.
ეს არის 100% შალი 100 მეტრი 50 გრამზე და drops ქარიზმა. მაქვს ჯამში 20 ცალი, ძალიან თავისუფლად გამომივა. რაიმე ნივთი იქნება ეს ჯემპრი თუ კარდიგანი. პლუს ამას თუ რაიმეს შევუხამებ. შეგვიძლია შევუხამოთ ნაცრისფერი ყავისფერთან, ნაცრისფერი სტაფილოსფერთან და საერთოდ ორი ნივთი გამოვა, იმიტომ რომ 500 გრამი ერთი 500 გრამი მეორე ჩემთვის პირადად ძალიან საკმარისია რაიმე კარდიგანზე. ნაგდენიც კი რეალურად არ მჭირდება ხოლმე დაახლოებით 400 გრამში ვეტევი ყოველთვის. პლუს ამას გვაქვს გამიტოლა არტე 200 გრამი 700 მეტრი, 70% შალი, 40% პოლიამიდი და ეს ერთ-ერთ გათამაშებაში მოვიგე ესეთი ძაფი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფერი უნდა გადავცვალო, რადგან უფრო მეტად რაღაც მკვეთრი ფერებისკენ დავიწყე ამ ბოლო დროს ყურება. პლუს ამას მაქვს drops snow, აი ესეთი, ესეც არის 100% შალი. 100% შალი 50 გრამში 50 მეტრი მაქვს 3 ცალი და 3 ცალი წესი საკმარისია იმისთვის რომ მოიქცევოს ქუდი. ჩემთვის მქონდა ბობობის ქსელი ეგრეთ წოდებული პაუწინკა მოქსოვილი აი ამ შავი მოხერით დროპსისგან. დამრჩა ერთი ცალი და თან ვფიქრობ რომ გამოვიყენო, დავარღვიო, ანუ დამთავრება ჩემ პაუწინკის და დავამატო სიგრძე, იმიტომ რომ რაღაც ახალი დიზაინი მომეწონა უფრო, ანუ როდესაც მაცვია უფრო გრძელი მომწონს, ვიდრე ის რაც ეხლა მაქვს მოქსოვილი. პლუს ამას მაქვს drops merino extra fine, სადაც არის 100% merinosi, 50 გრამში 105 მეტრი და აი 100% შალი. არის ძალიან რბილი და სულ მაქვს 7 ცალი. მქონდა 10 ცალი, 3 ცალი გავყიდე და დამრჩა ესეთი 7 ცალი, რომლითაც თავისუფლად შეიძლება მაინც რამის მოქსოვა, თუ ჩემთვის არა, საბავშვო ხაზიდან შემიძლია რაიმე დავამატო. პლუს ამას drops-ის სერიას ვაგრძელებთ და მაქვს drops Airi, რომელიც არის აი ესეთი 4 ცალი მაქვს drops Airi. ერთი წამით ახლა უცებ ნახოთ შემადგენლობა და მეტრაჟი. შემადგენლობა 65% ალპაკა, 28% პოლიამიდი, 7% შალი, ანუ 28%-ია მხოლოდ სინთეტიკა, 50 გრამში 150 მეტრი. მაქვს ძალიან ლამაზი ვარდისფერი, აი ასე ფოკუსი არ არის, მაგრამ ფერი სწორად გადმოიცემა. და ამასთან ერთად აი ამ კალათაში მაქვს სხვა ძაფებიც, ეს არის ეტროფილის 2 50 გრამიანი პასმა. ეს ძაფი რეალურად პოზიციონირებას აკეთებს როგორც baby merino, super fine, თუმცა თუ ეტიკეტს დავაკვირდებით, ერთ წამით ვიპოვი სადაწერია ზუსტად შემადგენლობა. აქ გვაქვს 50 გრამი 200 მეტრი 100% შალი მირინოსის, როგორც აწერია და მეორე მე მგონი სხვა სერიიდან მაქვს თუ იგივე მაქვს. იგივე მაქვს. გამოვიდა რომ 400 მეტრი მაქვს 100% შალის ძაფები. რატომღაც მახსოვდა რომ 90% სინთეტიკა იყო და 10% ქაშმირი. თუმცა რა თქმა უნდა ეს შემოდგენლობა ბევრად მირჩევნია, რაც ეხლა წავიკითხე. პლუს ამას მაქვს აი ესეთი როდინა იარნის ბრისტოლი 40% ალპაკა, 32% ვისკოზა, 20% პოლიამიდი და 8% შალი, ანუ 58%-ია მხოლოდ ნატურალური შემადგენლობა, თუმცა იმდენად ლამაზი ფერი აქვს, ტვიდის ეფექტი, ძალიან ისეთი რაღაცნაირად ხელი ძაფია თან ყველაფერთან ერთად. და გუშინ ღამე ერთ-ერთ ბაბინების გამყიდველს მივწერე ვარდისფერ ძაფთან დაკავშირებით, თუ შევთანხმდით რაოდენობაზე და ფასზე, იმიტომ რომ წონით დიდია და
თუ რაიმე შეღავათს გამიკეთებს, რადგან ძალიან მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ მთლიანი ბაბინის გამოსყიდვა ცოტა ძვირი სიამოვნება ჯდება. სიამოვნებით მოვხსოვდი ამას და იმას ერთ წვერში და რაიმე ლამაზ ისეთი ნაზქალურს და რაღაც მაქსიმალურად ელეგანტურ კარდიგანს მოვიხსოვდი მრგვალი საყელოთი. დავაბრუნებ ამას. აი ამ ძაფებს დიდი ალბათობით გამოვიყენებ ხელთათმანების საქსოვად ან ჟაკარტში გავურებ, რომ ორივე ერთად იყოს. ესენია დროპსის და ბრისტოლის რაც მაქვს ყველაფერი და მათ შორის ეტროფილის და ზემოთ ავდივართ, აქ არის უკვე ბაბინის ძაფები და რამდენიმე გურგალი, ერთ-ერთი აგერ ჩანს კიდევაც ეს არის როვანი 100% 100 გრამი შემადგენლობა აქ ჩვენ გვაქვს 100% შალი მეტრაჟი რა გვაქვს 200 მეტრია 100 გრამზე სიმართლე რო გითხრათ ეს იყო ძალიან სპონტანური შენაძენი და დარწმუნებული არ ვარ რისი მოქსოვამ სურს ამით იქ მაქვს ჩემი ცისფერი ჯემპრიდან მონარჩენი, ვარდისფერი ძაფები, იგივენაირი, ერთ-ერთ წინა ვიდეოში მაქვს ნაჩვენები. 4 ცალი მაქვს, აი ესეთი ჩემი კარდიგანისგან მონარჩენი ძაფი ბისიგარნის, მალინისფერი, ამითაც 200 გრამია შეიძლება რაიმეს მოქსოვა. და პლუს ამას, ახლა ძალიან ვათამაშებ კამერას და ანუ მალე შევწყვეტ ამის კეთებას. ეს არის მთლიანად ბუკლე რაც მაქვს და პლუს ერთი ბუკლე მაქვს რომელიც მან არდევს და უნდა დავდო და ეს ყველაფერი კი უნდა ავწონო ახლა რადგან რეალურად აწონილი მაქვს შემდეგი ძაფები ანუ იქ რაც არის გორგალში ეს თარო მთლიანად ეს თარო აი აქ რაც კიდევს და უკან უზარმაზარი ის არის ჩანთა რომელიც გაჩვენეთ ერთ-ერთ წინა ჭრილში აი ეს ყველაფერი აწონილი მაქვს დარჩენილია ბაბინის ძაფები ზემოთ ეს აწონილი მაქვს დარჩენილია აი ეს კალათა პლუს ამას ძირს დარჩენილი მაქვს ეს არა ეს აწონილი მაქვს უკაცრავად ნარჩენებია და აწონილია და გადმოვდივართ აქეთ ამ ხარეს აწონილია ყველაფერი და აი აქ რაღაცეები არის რაც არ არის აწონილი ზაფხულის ძაფები რაც არის ყველაფერი აწონილია დარჩენილია ეს კალათა და აი აქ 3 კალათა აქ ნარჩენებია ნარჩენებს ერთად ავწონი ასე რომ გავაგრძელე ბაბინების და ყველაფრის აწონვა ცალ-ცალკე ყველაფერს გაჩვენებთ და ვნახოთ რა გამოვიდა ჯამში. ანუ ძალიან ისეთი დიდი რაოდენობა. ყველაფერთან ერთად აი აქ მიდევს რამდენიმე საჩუქარი რაც უკვე მივიღე, მათ შორის 4 დიდი ბაბინა და ამ ყველაფერსაც გაგიზიარებთ. ამ კალათაში ესეც ასაწონი მაქვს, აქ არის გაზალის ვული 175, ეს არის 100% მირინოსი, გლუვი მირინოსი. და აქ 2 ცალი ნამუშევარი დევს და დანარჩენი დევს მაკრამეს ძაფები, მინდოდა მაკრამეთი რაიმეს გაკეთება და ეს იდეა ჯერ არ მაქვს მიტოვებული და ესენი არის მთლიანად ნარჩენების სხვადასხვა პროექტებისგან, რაც გამომივიდა და უნდა დაბაბინავო სხვა ადგილას, რადგან ამ ძაფების ისევ გამოყენება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. რაც შეეხება აი ამ კალათას, პლუს ყველაფერთან ერთად მაქვს აი ესეთი ბზინვარე ძაფი, რომელიც მაჩუქა ანასტასიას ინსპირეიშენმა ჩვენ პირველ შეხვედრაზე და 3 ცალი ბაბინა იყო, საკმაოდ აქტიურად მოვხსოვე, რამდენიმე კარდიგანი მოვხსოვე კლეტკით და გამოვიყენე კლეტკების გასაკეთებლად. ვეცდები რომ თუ ფოტო ვიპოვე ჩავსვა და აი ესეთი ნარჩენები მაქვს, აი ერთ-ერთი ბაბინა კიდევ კიდევ ხომ აი კი აი ეს არის დარჩენილი მესამესგან პატარა აი ესეთი ბაბინები მქონდა და აი ეს იყო აი ესეთი ზომა და საკმაოდ ისე აქტიურად გამოვიყენე და ჯერ კიდე საკმაოდ ბლომად არის იმედი მაქვს კიდევ რამე იდეებს მოვიფიქრებ რაშიც შეიძლება რომ გამოვიყენო აი აქ მაქვს აი ესეთი მდოგვისფერი ჯერ გაუხსნელი ესეც რეალურად ეტიკეტი არ აქვს თორე გამოუყენებელია რძისფერი წვანე და ეს მაკრამეში დიდად არ გამოდგება, მაგრამ სხვა რამის მოსაქსავად გამოდგება და აუცილებლად გავაკეთებ. აქ რა არის? ჩემი დაუმთავრებელი რა ქვია მას?
ქვევრი მინდოდა მეგობრისთვის საჩუქრად ბრელოკად მომექსოვა და ჯერეც არ დამთავრებია. ასე რომ ვაგრძელებ აწონვას და შემოგიერთდებით, როდესაც ბაბინების აწონვაზე გადავალ. მანამდე ჯერ აი ამას ჩამოვიღებ. ჩავიხედოთ ერთად რადევს შიგნით და ავწონოთ ყველაფერი. მე რჩება აი ესეთი პატარა კალათა, სადაც ალბათ 1-2-3 ცალი დევს ძაფი და უმეტესად არის ჭყუიალები, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ჩამოვიღე კალათა და აქ გვაქვს ალიზე ბელას ნარჩენები, ზოგიერთი საერთოდ გაუხსნელი შეკვრა, ანუ ეს ბურთულა. ესეთი მაქვს თეთრი და წითელი და ამასთან ერთად მწვანე, ან თეთრი და წითელი არის გაუხსნელი და ცალკე აი ეს სამი ფერი მაქვს უკვე გამოყენებული, რომელიც ერთად ინახება, შეკვეთა რომ შემოვა, დამჭირდება. გადავდოთ, გავაგრძელოთ. ასევე მაქვს ლანოსოს 100% ბამბის ძაფი, 100 გრამზე 340 მეტრი, გამოუყენებელია რეალურად, ჯერ არაფერი არ მომიქსოვია. პლუს ამას მაქვს აი ესეთი ფერიას baby cotton belly, რამდენიმე ცალი, ყველას ერთად ამოვიღებ. ეს საბოლოო ჯამში ამ კალათის წონას დავწერ მონტაჟის დროს. ხო, აი სულ ეს არის ფერიას ძაფები, აქაც გვაქვს 100% ბამბა 50 გრამში 125 მეტრი, საკმაოდ სქელი ძაფია და დიდი ალბათობით ხალიჩის ქსოვის დროს გამოვიყენებ და ისე ჩასაცმელს არაფერს არ მოგხსოვ ამ ძაფით. ესეც მახსოვს რომ არის ლანოსო და ზუსტად იგივე რაც ეს. ლურჯი ფერია მორჩენილი. დიდად არ ვიცი რა შეიძლება გამომივიდეს. პლუს ამას მაქვს Yarnartis baby cotton-ი, როდესაც გამოუშვა, ყვითელი ძაფი მჭირდებოდა, ალისას უქსოვდი და თმებისთვის მჭირდებოდა ესეთი რაღაცნაირი მკრთალი ყვითელი და არაჩვეულებრივად გამომადგა, კიდევ ერთი ცალი მაქვს ზუსტად ესეთი. და იმის მერე ალისა არ მომიქსოვია, შესაბამისად ამ ძაფს ვიყენებდი, როგორც დამატებითი ძაფი თვლების დასახურად ან მანქანაზე თვლების ამოსაყვანად დასაწყისისთვის. ესეც არის ეს არის აიდა, ეს არის თურქული წარმოების ძაფი, თურქეთში ყოფნის დროს ვიყიდე საკმაოდ დიდი რაოდენობით ამ წარმოებლის ძაფები. არის 100% ბამბა, არაჩვეულებრივია ქსოვის დროს, მოკლედ ძალიან მომწონს მუშაობაში ეს ძაფი, თუმცა მარაგები საკმაოდ მიცოტავდება. კომბინეზონის კომპლექტებს ვქსოვდი და ჩემთვის მქონდა მაიკა მოქსოვილი, ესეთი რგვალი საყელოთი წინღილებით. ლურჯი ფერი მაქვს აი ესეთი მონარჩენი და შემდეგ მაქვს 100 გრამიანები. აი ესეთი, ორი ცისფერი, ცოტა ესეთი მუქი, ორი ღია ცისფერი, ერთი ვარდისფერი, კომბინაციაში შეიძლება ძალიან კარგად ამ ვარდისფერის სხვა ძაფებთან გამოყენება, რადგან ასევე მაქვს რძისფერი, მენთოლისფერი მაქვს 2.5, ხაკისფერი მაქვს თითქმის 2 ცალი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს არის ერთი გაუხსნელი და მეორე და მესამესგან ესეთი ნარჩენი, ამას ავწონე ყველაფერს რომ ვიცოდე რამდენია და პლუს 2 ნაცრისფერი საერთოდ გაუხსნელი. 4 საიაგერ თეთრი გაუხსნელი გამოუყენებელი, ანუ 400 გრამი. ეს ამას ავწონე ყველაფერს, პლუს ამას მაქვს კარტოფუს ძაფები, აი ესეთი, რომელიც შეიძლება გამოვიყენო რაიმე ყაისნაღით ქსოვის დროს, ანუ ჭხირებით დიდად არ ვფიქრობ ამ ძაფის მოქსოვას. აქ გვაქვს 15% პოლიესტერი, 85% ბამბა და მეტრაჟი გვაქვს 100 გრამზე 150 მეტრი. მაქვს აი ესეთი 2 ცალი ფერი, შეგვიძლია რაიმე მოვხსოვოთ ყაისნაღით, უფრო ვფიქრობ მაკიაჟი ჩანთებს რომ ეძახიან, ეგეთი უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ქსოვისთვის გამოვიყენებთ. და მაქვს აი ესეთი 5-ცალიანი შეკვრა, ოქსფორდის ძაფები, ეკო კოტონ ბეიბი, სადაც გვაქვს 100 გრამზე, 50 გრამზე გვაქვს 350 ესტამით, არ დავიბნე. 50 გრამზე გვაქვს 200 მეტრი, ეს არის 100% ბამბა, ზუსტად ესეთი ძაფი მაქვს კიდევ
რძის ფერში, თეთრში და ტერაკოტის ფერი, შესაბამისად კომბინაციაში შეიძლება რაიმეს მოგსოვა, თუმცა ხელით საგსოვად არის ძალიან თხელი, ალბათ მანქანით თუ მოგსოვ რამეს. პლუს ამას ესეთი ეტიკეტი აღარ მაქვს ამ ძაფის, მაგრამ ეკოკოტონი ქვია ამ ძაფს, მაქვს შემორჩენილი ნარჩენები ლიანად. ქსოვდი რაღაც ნიმუშებს, ვცდილობდი რომ რაღაცა უზორები მესწავლა ესეთ სქელ ძაფზე, ამ ძაფის ასაკი რომ გითხრათ არის დაახლოებით, გეტყვით ახლავე 8 წლის, ანუ 8 ან 9 წლის, ანუ თურქეთში მესამე ან მეოთხე ვიზიტის დროს ვიყიდე და მქონდა ესეთი ფერი, მქონდა მუქი მწვანე პლედი უკვე მოვქსოვე, მთლიანად გავხარჯე ამ ძაფის მარაგი მუქ მწვანეში რაც მქონდა, ღია ფერს კიდევ, ანალოგიურად როგორც ეს ძაფები შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია ესეც, ან როგორც აი ეს ფერიას ძაფები ხალიჩაში შემიძლია გავუშვა, შემიძლია ეს ძაფის გავუშვა ხალიჩის ქსოვაში. ახლა ამ ყველაფერს ავწონი და ვნახოთ რა არის ჯამური წონა და გადავიდეთ შემდეგ კალათაზე. გადავინაცვლეთ შემდეგ პოზიციაზე, ეს არის დროპს, ისევ დროპსი, აქ მაქვს დროპს ალპაკა ბუკლე, სილკი, რომელიც არის 77% ალპაკა, 25% სილკი, 23 ბოდიში, 25 გრამი 140 მეტრი, ესეთი რაღაცნაირი მალინისფერი, რაღაც კენკრისფერი ძალიან მომწონს, რომელიც კომბინაციაში უნდა მოგსოვო. აი ესეთ დროპს Fable-თან, რომელიც არის 50 გრამზე 205 მეტრი, 65% შალი, 25% პოლიამიდი, ფერებით ერთმანეთს იდეალურად შესაბამებიან და ეს ძაფები მაქვს 2, 4, 6 ცალი მაქვს brushed alpaca bucle და 5 ცალი მაქვს Fable-ი. ერთმანეთს მეტრაჟით რომ დაემთხვეს, ესეთი კომბინაცია გამოვიდა. ამას ახლა დავითვლე, ესე 25 გრამიანები გამოვიდა 150 მეტრი და 150 გრამი და 250 გრამი. ამას ახლა დავამატებ, სადაც ვიწერ, ანუ Excel-ის ფაილში ვიწერ ყველაფერს. დავამატებ იქ და გადავიდეთ შემდეგზე, რაც არის აი ესეთი ნარჩენები, მთლად არ არის ნარჩენები. ეს არის დასაწყისისთვის, ეს არის ლამიას ანგორა, სადაც ჩვენ გვაქვს 50 გრამზე 125 მეტრი, 15% ანგორა, 35% ვისკოზა და 50% პოლიამიდი. მაქვს 3 ფერი, 3 ცალი ერთნაირი ფერი, ესეთი ბეჟი და 2 ცალი წითელი. ეს არის 250 გრამი და პლუს მაქვს ნორკა 4 ფერში, მუქი მწვანე, წითელი, ღია მწვანე და ყვითელი და მივითვლი ნორკასაც, ესე იგი 250 გრამი და 200 გრამი ნორკა. ამასაც ახლა დავიანგარიშებ და გადავედით აი ესეთ კალათაზე, სადაც მაქვს მესწრე რომ ძალიან არ ვიხმაურო. ჭყუიალა ძაფები მოვიმარაგე და ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ, რის მოხსოვას ვაპირებ და აუცილებლად თან უნდა დავიმატო ფერები. მაქვს 4 ცალია ესეთი, 50 გრამიანები, ნაცრისფერი, თეთრი, ღია ნაცრისფერი და წითელი, მუქი წითელი, იმიტომ რომ მაქვს შედარებით ღია წითელიც. აქ არის შავი ოქროსფერი ფარფლებით, 2 ცალი კრემისფერი და ზუსტად აი ეს უნდა დავიმატო კიდევ დაახლოებით 3-4 ცალი, რადგან მინდა საზაფხულო კაბის მოქსოვა, წითელი და თეთრი ნაცრისფერი ფარფლებით. იქ იყო თეთრი ფარფლებით. პლუს ამას მაქვს ესეთი ლორენას ძაფი, რომელიც მზეზედებისგან ცოტა დაიწვა და დიდი რაოდენობით მოჭრა მომიწია, ამასაც ავწონი. და ეს ძაფები, რომელიც დიდი ალბათობით უნდა დავდო გასაყიდად, მაქვს 100 გრამიანები, ანუ 2 ცალი ესეთი, 2 ცალი ესეთი,
რომლის გაყიდვასაც ვფიქრობ, რადგან ამ ძაფებით დიდი ალბათობით მე თვითონ აღარაფრის მომხსოვი აღარ ვარ, რადგან ამეებით ქუდებს ვქსოვდი დაახლოებით 4 წლის წინ და ამითი ბაყაყებს და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან დავიღალე ამ ბაყაყებით, ასე რომ წავა გაყიდვაში. ეს ბონუსად ჩავუდებ, ვინც აი ამ ყველაფერს იყიდებს. აქ რა გვაქვს? ხო, აქ ქსოვასთან არაფერ კავშირში არ არის. და ეს არის არასდროს არ იყიდოთ მარაგები, მანამ სანამ ძაბს კარგად არ გატესტავთ. ეს არის ჩემი ნატანჯი რაფია და რაფიას ნარჩენები. ამას აუცილებლად გავხარჯავ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ როდესმე კიდევ ვიყიდი და კიდევ დავიწყებ ამ ძაფით ქსოვას, სამწუხაროდ არ ვიცი. მაქვს ხატის ან ფისტაშკისფერი, შავი, თეთრი და ძალიან ცოტა ყავისფერი. ასე რომ ამ ყველაფერს ავწონი, ნახავრისი მოხსოვაა შესაძლებელი და გავეცდები რომ გავხარჯო ეს ძაფები ბოლომდე და მეტი აღარ ვიყიდო. ცოტა ყოფილა გახეული. კი ბატონო, ეს არის ამ კალათაში რაც იყო. ბაბინები უკვე ავწონე და შევიტანე სიაში, დამრჩა 4 დიდი ბაბინის აწონვა და მე მგონი ამით დავამთავრეთ. ნარჩენი ძაფები, აი რასაც ქვია ნარჩენები, ერთიან პარკს ავწონი ყველა ძაფისას და მივაწერ წონას ერთიანობაში, რომ მაინტერესებს საბოლოო ჯამში რა რაოდენობის ძაფს ვქსოვ წელიწადში. პლუს ამას ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში, სავარაუდოდ ვლოგში შევაჯამებ რა ესეთი ძაფი დამოვიწყდა, რომ მაქვს ერთი ცალი, რომელიც არასდროს არ გამომიყენებია, უბრალოდ როგორც ვიყიდე ისე დევს. შევაჯამებ უკვე თებერვლის ბოლო, ანუ 2 თვე ამ წლის რა რაოდენობის ძაფი მოგსოვე, იმიტომ რომ ჩანაწერები მაქვს და ვიდეოები მაქვს, სადაც კარგად ჩანს რა დავიწყე, რა დავამთავრე. შესაბამისად, ჩავუჯდები, დავიანგარიშებ და მომდევნო ვიდეო ვლოგში გაგიზიარებ თებერვლის შედეგს, რადგან მომდევნო ვიდეო ვლოგი უკვე დიდი ალბათ, ანუ უკვე გამოვა მარტის თვეში, ანუ პირველ კვირას, მარტის პირველ კვირას და სადაც ესეთი ინფორმაციაც დაგხვდებათ, გავაგრძელებ დაანგარიშებას. ამასთან ერთად მაქვს აი ესეთი, არ ვიცი ეტიკეტი ჩანს თუ არა, drops vivaldi, რომელიც აღარ გამოდის, დიდი ხანია და მაქვს 150 გრამი ხელუხლებელი ძაფი და პლუს ნარჩენები, როგორც ღია ვარდისფერი, ეს ხელუხლებელი ბუდიში. 200 გრამი მაქვს ხელუხლებელი ძაფი და დაახლოებით 20 გრამი მაქვს დაწყებული ძაფი, რომელიც დამრჩა შემდეგი ვარიანტიდან. ამითაც შეიძლება რაიმეს მოგსოვა, ან დამატებით ძაფად გამოყენება ნებისმიერ ნივთში. მეტრაჟი აქვს საკმაოდ კარგი. ეხლა ნახავ, ზუსტად რამდენი რომ არ ვიყო უბრალოდ ესეთი ზედაპირული. აქ არის 58% მოხერი, 19% შალი და 23% პოლიამიდი. ანუ პოლიამიდის ძაფზე არის დახვეული მოხერი და შალის ნარევი. ეს არის 50 გრამზე 280 მეტრი. არაჩვეულებრივი მეტრაჟია იმის კვალობაზე, რომ მე მაქვს 400 გრამი ჯამში, 200 გრამი. თავის ანუ ერთი ვარდისფერი და სამცალი ლავანდისფერი. ასე რომ რაღაცა კარგი ნივთი უნდა გამოვიდეს. პლუს ამას მაქვს აი ასეთი ჭყვიალა ძაფები, აი ესეთი გახსნილი რაც არის გაჩვენებთ. და აქ გვაქვს ფილიარნის გალაქსი, წვრილი ძაფია, რომელიც უმატებს აი ამ ჭყვიალებს თქვენ ნაქსოვს. სამწუხაროდ მეტრაჟს ახლა ვიპოვე 25 გრამში 325 მეტრი. რა თქმა უნდა, აქ არაფერი ნატურალური არ არის. მაქვს აი ესეთ ფერებში. პლუს ამას ერთი ცალი თეთრი მაქვს. უბრალოდ ახლა ვერ პოულობ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ მაქვს. ჯამში მქონდა 5. თუ არა, ჯამში მქონდა 6, იმიტომ რომ მაქვს თეთრი და წითელი კიდე. რო ვიპოვი, აუცილებლად გაჩვენებთ. აქ არის 25 გრამიანები, ხო? 25 გრამი ეს არის ეს ჯამში 150 გრამი მაქვს იმ ორიანად, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ.
და აი ესეთი მონარჩენი, რაც მაქვს ჩემი ცისფერი ჯემპრისგან, ამას უკვე წინდებში გავიხმარ და ძალიან ისეთ სითბოს შეძენს ჩემ წინდებს, ასე რომ არც ერთი ძაფი არ დამრჩება გამოუყენებელი. ვაგრძელებთ შემდეგი ეტაპი. გადავიდეთ გაზალის მირინოსის ძაფებზე, რომელიც გამოიყურება აი ასე. ერთნაირად ფოკუსი გავასწოროთ. გაზალ ვულ 175, ეს არის 100% მირინოსის შალი, რომელიც არის გლუვი, ანუ არ ბუსუსებს არ გაიკეთებს. მაქვს რეალურად აქედან ერთი ცალი ამოღებული მაქვს ჩანთაში მიდევს მოხერის ძაფი მინდა რომ კომბინაციაში მოვუძებნო და სამსახურში მქონდა წაღებული იქნებ რაიმე შესაფერისი ფერი ვიპოვო თქო ამიტომ მაქვს ორი ცალი შეკვრა 5 ცალიანი ეს არის 500 გრამი და სხვადასხვა შეკვეთებიდან მაქვს მონარჩენი ზოგი თითო ზოგი კიდევ 2-3 ცალი აი ესეთი ვარიანტი რეალურად ეს არის თითო რაც მომრჩა და ვფიქრობ რომ აუცილებლად მოვუძებნი რაში გამოვიყენო ეს არის რძისფერი და მდოგვისფერი რაღაცნაირი კარამელისფერი უფრო ესეც ანალოგიურად იგივე გაზალის ძაფი და მაქვს 4 ცალი მონარჩენი ერთი ფერის და 4 ცალი მეორე ფერის. ესეც გამოვიდა რომ 10 ცალი. 10 ცალი აუცილებლად რაიმე ნივთს ეყოფა ძალიან თავისუფლად. აქაც შეიძლება ფერების შეხამება თავისუფლად, აქაც შეიძლება მოხერის დამატება, რომ რაღაცა ერთიანი ფერი შექმნას. პლუს ამას შეიძლება რაიმე ჟაკარდის გამოყენება. მოკლედ ვარიაციები არის ძალიან ბევრი, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. მაგრამ პირველ რიგში ძალიან მინდა ამ მწვანე ფერით მოქსოვა, რადგან ეს მწვანე ფერი სპეციალურად იყო ჩემთვის შეძენილი, რომ ჩემთვის მომექსოვა რამე და არა შეკვეთებისთვის. დანარჩენი შეკვეთებიდან არის მონარჩენი. ასე რომ აი ესეთი კალათა 20 ცალი გაზალის 50 გრამიანებით დაემატება ჩემს სიას. კიდევ მაქვს აი ესეთი 4 ცალი ბაბინა, სიმართლე რომ ვთქვათ, ამის შემადგენლობა არ ვიცი, ეს ბაბინები მაჩუქეს. 4-ვე ერთად არის 6 კილო და 700 უკვე ავწონე და მანქანაზე ქსოვისთვის დიდი ალბათობით ძალიან გამომადგება. ამასთანავე ძაბს თვითონ ვატყობ რომ არის სინთეტიკური დანამატი საკმაოდ ისეთი ძლიერი ძალიან წვრილი ძაფია უფრო საკერალ ძაფს გავს ამიტომ მინიმუმ უნდა იყოს ამოხვეული ალბათ აი ახლა ვცადოთ ეს 2 3 4 5 6 7 8 9 აი 9 წვერში უკვე საკმაოდ ისეთი სქელი გამოდის და შეიძლება ამით უკვე რაიმეს მოქსოვა მაგრამ აუცილებელი არ არის ეს ძაფი იყოს ან სოლოდ გამოყენებული შესაძლებელია რაიმეს შევუხამო მაგალითად სიმკვრივისთვის დავუმატო ნებისმიერ სხვა ქსოვას იქიდან გამომდინარე რომ არის წვრილი 2-3 წვერის დამატებით ფერს დიდად არ შემიცვლის მაგრამ რომ შემიცვალოს მომცემს მილანჟის ეფექტს და საკმაოდ ისეთი მაინც პრაქტიკული იქნება ვფიქრობ რომ გამოვიყენებ როგორც მანქანაზე საქსოვად ისე ჩხირებით და ყაიზნარით საქსოვად და რადგან ესეთი მოცისფრო მონაცრისფრო ფერია დიდი ალბათობით გამომადგება რაიმე დიდი პლედის მოსაქსოვად რომელსაც ვიზამ მანქანაზე ჯერ გავტესტავ შალის შემადგენლობას, ანუ დავწვავ ძაბს და გავიგებ შიგნი არის თუ არა შალი და მერე გადავწყვეტ პლედის მოქსოვის შემთხვევაში შემიძლია უბრალოდ რამდენიმე კვადრატი მოვქსოვო მანქანაზე, მერე გავაერთიანო და მივიღო ესეთი დიდი პლედი. ან ბალიშისპირები, ან ძალიან ბევრი რამის მოქსოვა შეიძლება რეალურად ესეთი ძაფით და სახლის დეკორისთვის უფრო ვფიქრობ გამოყენებას. პლუს ამას, ნებისმიერ ძაფთან ისევ გავიმეორებ, რომ კომბინაციაში შეიძლება გამომადგეს. ერთ-ერთი ვარიანტია, თუნდაც აი ესეთ ძაფს, რომელიც ასევე საკმაოდ წვრილია, შევუხამო
აი აქ გვაქვს. აი ესეც რამდენიმე წვერში გამოვიყენო და ერთი წამით აი ესე რამდენიმე წვერში გამოვიყენო და ცოტა სხვა ფერი მივიღო. ასე რომ გამოყენებას ნამდვილად მოვუძებნი, მაგაზე არ განვიცდი არანაირად. მით უმეტეს აი ეს ფრაზა ძალიან მომწონს, ანუ საჭმელს არ ითხოვს. არაფერს არ ითხოვს, თავისთვის დევს, უბრალოდ პატარა ადგილი ჭირდება და ეს პატარა ადგილი ჩემზე საბედნიეროდ მაქვს. შესაბამისად, ვაგრძელებ. სიმართლე რო ვთქვა, დაგვრჩა სულ ორი პოზიცია დასაანგარიშებელი, ეს არის აბსოლუტურად ყველა ნარჩენი ძაფი, აი ნარჩენებში კიდევ გულისხმობ აი ამას. აი ესეთ ნარჩენებს, რომელიც ნივთობრივად არაფრის მოსაქსოვად აღარ გამომადგება, თუმცა როგორც ხედავთ, უკვე მაქვს მოფიქრებული პროექტი, რომელსაც ვქსოვ და ასეთივე მაქვს ძალიან ბევრი. ეს ახლა შემთხვევით ჩავდე აქ. ესენი არის ბამბის ძაფების ნარჩენები და ეს არის შალის ძაფების ნარჩენები. მაქვს ასევე ლანა გოლდის ნარჩენები. ეს არის ლანა გოლდ ფაინი და სხვადასხვა მსგავსი შემადგენლობის ძაფები, რაც გავს ფაინს მეტრაჟით. და მაქვს ცალკე ლანა გოლდის ნარჩენები, ცალკე ბამბის ნარჩენები, ცალკე გაზალის ნარჩენები. გაზალის ნარჩენები გაზალთან ერთად უკვე დავიანგარიშე, შესაბამისად დამრჩა მხოლოდ ესეთი ნარჩენები. ამათ ახლა უცებ ავწონი და შემდეგი არის კალათების საქსოვად მქონდა შეძენილი ძაფი, რომელიც მაქვს 3 ცალი დარჩენილი. იმასაც აწონვა არ ჭირდება, უბრალოდ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება და გაჩვენებთ ახლავე. უბრალოდ ცოტას ვიხმაურებ. აი ესე გამოიყურება ეს ძაფი, ამით მაქვს უკვე მონაქსოვი კალათა, რომელიც შეგეძლოთ ერთ-ერთ წინა ჩართვაში გენახათ თეთრი და ყვითელი, შეგემჩნიათ და ესეთი მაქვს ჯამში 3 ცალი, ანუ 1, 2 და 3. ვფიქრობ, რომ დავიმატებ რაიმე მუქ ფერს, რომელიც ძირზე იქნება გამოყენებული და ერთ კალათას 2 ცალი თეთრი ჭირდება. 2 ცალ მუქ ფერს დავიმატებ და ცოტა უფრო დიდ კალათს მოგსოვ, სადაც გამოვიყენებ 3-ვე თეთრს, შესაბამისად ზომაში კალათა იქნება ბევრად უფრო დიდი, ბევრად უფრო ტევადი და ბევრად უფრო მარტივად გამოყენებადი, რადგან პატარა კალათები მაინც რო ვთქვა, დიდად კომფორტული არ არის. ეს არის ერთი წამით ვნახოთ აბა წონა, მე 100 გრამი მახსოვს, მაგრამ არა შემეშალა, კიდე კაი გადავამოწმეთ. აქ გვაქვს 250 გრამი, 67 მეტრი, ბამბა და პოლიესტერი. მაქვს 3 ცალი, შესაბამისად ეს არის 750 გრამი, უკვე პირდაპირ შემიძლია დავამატო და გადავიდე ნარჩენების აწონვაზე და დაგიბრუნდებით მაგ ეტაპზე. გიბრუნდებით საბოლოო ციფრით, რომელიც არის შოკის მომგვრელი, მაგრამ ჯერ არ გავაჟღერებ. ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რა ნივთების დაწყებას უკვე მოვასწარი. პირველი, მე მგონი წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრე ამაზე. ეს კი, წინა ვიდეოში ვისაუბრე ამაზე და ყოველ ჯერზე ვამბობდი, რომ ეს არის ხალიჩა. მაგრამ არა მეგობრებო, ეს არის პლედი, რომელიც იქნება ესეთი ფერადი და როგორც ხვდებით, უკვე იმასთან შედარებით, რაც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ, უკვე ბლომად მოვგსოვე. ანუ არის აი ესეთი გრძელი, მთლიანად არც ჩამეტება, აი ესე. და ვგსოვ ამას სხვადასხვა მონარჩენი ძაფებით და პლუს ამას ეს რაშიც მოვიფიქრე, რომ გამოვიყენო ჩემი მონარჩენი ძაფები და შემდეგი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, არის როგორც თქვი, ჭრილში, ერთ-ერთ ჭრილში გითხარით, რომ შალის ძაფები მაქვს იარნარტ ქარიზმა, ქაშმირა თუ ქარიზმა, ზუსტად ახლა აღარ მახსოვს სახელი, ეტიკეტს რო დავხედავ, რა თქმა უნდა, გეტყვით. მინდა რომ მოვგსოვო ჯემპრი, იგივე ტექნიკით, რის სასწავლებელადაც გეპატიშებით ჩემს დახურულ Instagram ჯგუფში, სადაც უკვე ჩვენ ვგსოვთ წინა ნაწილის
დეტალებს და როგორც კი გავაერთიანებთ იღლიაში, გადავალთ სიგრძის ქსოვაზე, მე მკლავები და საყელო დაგვრჩება, ანუ არც თუ ისე ბევრია დარჩენილი, მაგრამ ჯერ კიდე შეგიძლიათ რომ შემომიერთდეთ ამ საინტერესო წამოწყებაში და ჩემთან ერთად მოგხსოვოთ ანალოგიური ჯემპრი. რაც შეეხება წითელ ფერს, რომლითაც ვაპირებ რომ მოგხსოვო ჯემპრი, წითელი არ არის, უფრო ბორდოსფერია, მაგრამ ახლავე გაჩვენებთ ყველაფერს. Yarnard ქარიზმა არის ძაფის, სწორად მახსოვდა ვარიანტი ერთ-ერთი. ეს არის 100 გრამში 200 მეტრი, 80% შალი და 20% აკრილი. აი, რეალურად ფერის საერთოდ არ გადმოიცემა, ახლა უფრო მეტად არის მუქი ბორდოსფერი. იქნებ სადმე. აი, აქ თითქოს უფრო ჩანს ფერი. მოკლედ, დიდად არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა, მაქვს 500 გრამი და ერთ-ერთი ნივთს, რასაც ახლა ვგსოვ, როგორც კი დავამთავრებ, აუცილებლად პირველ რიგში დავიწყებ ამას და შემდეგ ვიდეოშიც ძალიან ბევრი წითელი ქსოვა გელოდებათ. მოკლედ, აშკარა წითელი ქსოვის გარეშე ჩემი არც ერთი თვე, არც ერთი ვლოგი არ იქნება წელს, მე მგონი. იმიტომ რომ აი იქით მიდევს კადრში არ ხვდება, მაგრამ მიდევს ერთ-ერთი შეკვეთისთვის ძაფი, ასევე ბორდოსფერი. სხვათა შორის ერთ-ერთ ვიდეოში გაჩვენეთ კიდევაც, ანუ როგორც იქნა, ანუ ავიღეთ ზომები, შევთანხმდით ყველა დეტალზე და უნდა დავიწყო ქსოვა და რაც უნდა მოგხსოვ, ამას უკვე შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ, მაგრამ რაც შეეხება ამას, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ მოგხსოვო ნიმუში დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, გავაკეთო გამოთვლები და ჯერ არ ვიტყვი, რომ გავაკეთებ, მერე ვიტყვი ჯობია, რომ შედეგი, ან ყველაბროდ ლაპარაკი არ გამომივიდეს, უბრალოდ შედეგი დავდო. იქნება კლასიკური ჯემპრი, მრგვალი საყელოთი, მაღალი არა, საკმაოდ ისეთი ცისფერი ჯემპრის ანალოგი, უბრალოდ მამაკაცისთვის ახლა რა თქმა უნდა ჭრილებს აქ არ გავაკეთებ და პლუს ამას სიგრძე იქნება სტანდარტული, რაც ბორდოსფერი პირველ ვიდეოში რაც გაგიზიარეთ ბორდოსფერი ზუსტად ისეთი იქნება ქვედა ნაწილი ჟაკარტის გარეშე რა თქმა უნდა სადა, მაგრამ არ გამოვიყენებ რეგლანს, გამოვიყენებ ჩემს საყვარელ ტექნიკას, იმიტაცია შეკერილი ნივთის ზევიდან ქვევით ქსოვა, როგორც მიყვარს ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთებ, ასე რომ ამით შემდეგ ვიდეო ვლოგში დაწყებულ პროცესს გაგიზიარებთ. ეს ერთი რაც გადავწყვიტე რომ მომექსოვა, პლუს ამას ეს მეორე, რაც ნელა-ნელა მიმდინარეობს და ამას უფრო მეტად ვხსოვ ხოლმე საღამოობით, როდესაც ვარ აი იმდენად მყუდრო განწყობაზე, რომ არ მსურს არაფერი გამოთვლები, რაღაცა ეგეთების კეთება, მინდა რომ უბრალოდ რაღაც ვიდეოს ვუყურო, ან აუდიო წიგნს ვუსმინო და გონება მქონდა სრულად თავისუფალი თავის გემოზე მიშვებული და ამ დროს ვხსოვ ზუსტად აი ამ ყაიზნაღით, აი ამ ნივთთან, პლუს ამას ბამბის იგივე ანალოგიური პროცესისგან განსხვავებით, სუბუქად იქსოვება, ანუ არ მჭირდება დაჭიმულობის კონტროლი, ანუ ძალიან ისე ლაითად მშვენივრად მიმდინარეობს. და ასევე მაქვს აი ესეთი სავსე ნარჩენები, რაც წინა ვიდეოში გითხარით და მოვიფიქრე ამ ნარჩენებისთვის პროცესი, რომელიც მინდა რომ მოგხსოვო, ეს იქნება ინტარსიით მოქსოვილი ჟილეტი, რომლისთვისაც ჩემდა სამწუხაროდ მჭირდება ძაფის დამატება, ანუ მჭირდება ძირითადი ფერი, რადგან ინტარსიით იქნება მოქსოვილი წინა პანელი მთლიანად და უკანა პანელს რაც შეეხება მჭირდება ერთი ძირითადი ფერი, რომლითაც იქნება შესრულებული ზურგი, პლუს აბსოლუტურად ყველა რეზინი, საყელო მანჟეტები და ქვედა ნაწილის და თუ ძაფი ავარჩიე რაიმე ისეთი კრემის ფერი, ზუსტად რომ თქვათ Yarnard ჯინსის 03 თუ იცით რა ფერიც არის, ზუსტად ეგეთი ფერის თუ ვიპოვე Lana Gold კლასიკურ Lana Gold-ში ფერი, აუცილებლად ვიყიდი იმდენს რომ მოგხსოვო მკლავი. და გავაკეთო კარდიგანი, წინა ნაწილი აი ესეთი ფერად-ფერადი. ახლა ტელეფონი მეუბნება რომ ვჯდებიო და ბოლო წუთებს ითვლიო, ასე რომ დიდად აღარ დაგაყოვნებთ. აი ესეთი იყო ჩემი ასორტიმენტი ძაფების რაც გაგიზიარეთ. თითოეულ მათგანს გადავხედე და მივხვდი რომ რაღაცების შეხამება მინდა ერთმანეთთან, რაღაცების ერთ წვერში მოგხსოვა მსურს, რაღაცებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის დამდგარი და საბოლოო ჯამში არ ვიცი როდისთვის გადაიდება ამ ძაფების ქსოვა, მაგრამ
მოკლედ რომ ვთქვათ, მარტო და მონარჩენი ძაფები მაქვს 6 კილო და 200 გრამი. მარტო აი ასეთები, რომლითაც თუ რაიმე ძირითად ძაფს არ შევხამე, არაფერი არ მოიქცევა, აი ესეთები. იმიტომ რომ ეხლა ბამბაც მაქვს ნარჩენებში და პლუს მაქვს გაზალის ნარჩენები. ასე რომ 6 კილო და 200 მარტო ეს არის და რაც შეეხება ჯამურ წონას, აქ უნდა იყოს აი ესეთი შუშხუნა რაღაცეები, ეს არის 42 კილო და 300 გრამი. 42 კილო და 300 გრამი მაქვს ხალხნო. და კიდე ძაფების ყიდვაზე ვფიქრობ. ანუ რომ რაჭკუას ვემსახურები მითხარით ვინმე. თუმცა ძალიან მიყვარს აბსოლუტურად თითოეული გორგალი ჩემი მარაგებიდან და აუცილებლად ნელა-ნელა ესეთი ჩელენჯი მინდა გავაკეთო ჩემთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში დავიანგარიშო ყოველი თვის ბოლოს რამდენი შემომივიდა და რამდენი გავიდა ძაფები. ანუ შესაბამისად მეცოდინება მინუსში მივდივარ თუ პლუსში მივდივარ. პლუსში წასვლას დავარქმევ იმას, როდესაც დახარჯული ძაფები მეტი იქნება ვიდრე ნაყიდი. ერთადერთი აქ ნაყიდებში არ ჩავითვლი ხოლმე შეკვეთისთვის, როდესაც მომიწევს ძაფის ყიდვა, ერთადერთი ჩავითვლი ხოლმე შეკვეთიდან რომ მომრჩება გრამები, აი იმას ჩავითვლი მარაგებში. დანარჩენი რაც უნდა შევიძინო შეკვეთებისთვის ძაფები, იმას არ მივიწევ მთლიანობაში, რომ ეს ძაფი მომემატა. თუ მივიწერო, რომელი უფრო სწორი ვარიანტი იქნება, დამიწერეთ კომენტარებში. ანუ თავიდანვე ჩავითვალო, როგორც მომემატა და მე გამოვაკლო, რომ მოვქსოვ, თუ მხოლოდ ის ნარჩენი მივიმატო ხოლმე, რაც დამრჩება საბოლოო ჯამში შეკვეთის დასრულებიდან. ესეთი იყო ჩემი გეგმა, აუცილებლად მინდა რომ ამ ძირითადი წონა, რაც ახლა გითხარით, ამის ძალიან ბედნიერი ვიქნები 25% მაინც რომ მოვხსოვო, შემდეგ თებერვლამდე 25% მაინც აი ამ 42 კილოსი, ანუ მეოთხედი მაინც რომ მოვხსოვო და არ მივიმატო ახალი, ვიქნები უბედნიერესი. როგორ გამომივა ეს ყველაფერი, ადევნეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებში. ახლა დაგემშვიდობებით, პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ამ ვიდეოს ყურებისთვის, ვინც ყველაზე ახლოს იყო პასუხით აი ამ წონასთან, რაც საბოლოო ჯამში გამომივიდა, აუცილებლად მოგწერთ და შევთანხმდებით, როგორ უნდა გადმოგცეთ თქვენი საჩუქარი და რაც შეეხება ჩემ შემდეგ ვიდეოებს, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. ახლა დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს შევხვდებით შემდეგ ვიდეო ვლოგში, რომელიც გამოვა 4 შაბათს და შეგახსენებთ, რომ იქნება 2 კვირიანი და გაგიზიარებთ 2 კვირის მანძილზე რაზე ვმუშაობდი, რა დავიწყე, რა დავამთავრე და რა გავაკეთე საერთოდ, რაც ქსოვას ეხება. როგორც ხედავთ, ანუ რაც ქსოვას ეხება, ყველაფერი აი ესე აჟიტირებულ მდგომარეობაში მომყოფებს. იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივეს განიცდით, როდესაც თქვენ საყვარელ საქმიანობაზე საუბრობთ ან ფიქრობთ, ასე რომ აი ამ ბედნიერების ნაბერწკლებს გიგზავნით და იმედი მაქვს, რომ მუდმივად გექნებათ განწყობა და ხალისი თქვენი საყვარელი საქმისთვის. ნახვამდის და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.